ხშირად აი კლასშიც იტყუება ხოლმე მეგობრებთან ბავშვი რომ აი თითქოს რაღაცა მშობლებზეც იციან ტყუილები აღიარებისთვის უკვე მე თქვა 7 წლის მერე იცდილობს რომ იქ სოციუმში ადგილი დაიმკვიდროს რომ აღიარონ მეგობრებმა ხო აი 12 წლამდე უფრო წამყვანია მშობლების თემა და მე უკვე გარდატეხის ასაკში მშობელი აღარ არის ავტორიტეტი მე უკვე ავტორიტეტია ის მეგობარის თანატოლივის თანაც დროს ატარებს და იქ შეიძლება მოიტყუოს მე რომ იქ მოიპოვოს აღიარება ხო რომ რაღაცა ისე ეგეც ხშირად არის ხოლმე აბსოლუტურად გასაგებია ესეც ამიტომ სანამ ბავშვი მივა იმ გარდატეხის ასაკამდე მანამდე უნდა იყოს აბსოლუტურად ესეთი გარემო მხარდამჭერი რომ ბავშვი გრძნობდეს რომ მე შენ გიგებ მე შენ გხედავ მე შენ გისმენ და ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ გიღებ ისეც, როგორიც ხარ, შენი მოვლინება ჩვენ ოჯახში არის დღესასწაული და ზუსტად ასეთი შვილი მინდოდა, როგორიც შენ ხარ. აი ამას სიტყვიერათაც უნდა აღჟღერებდეს მშობელი და ამას ბავშვი უნდა გრძნობდეს კიდევაც. თავარია რას გრძნობს ბავშვი, ხო? ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი არსებობა იმ ოჯახში არის დღესასწაული. და სანამ ისი ოჯახში არსებობს ეს დღესასწაული არ თავდება და ზუსტად ასეთი მოსწონთ როგორიც არის და არა მარტო უყვართ მოსწონთ და ხელს უწყობენ მის განვითარებას, მისი ნიჭების გამოვლენას. ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რომ როგორ მივხვდეთ რისი ნიჭი აქვს ჩემ შვილს. აი ჩემი აზრით ამაზე იული მისახვედრი არაფერი არ არის თუ უსმენ და აკვირდები ბავშვს ყველაფერი შენს წინ არის. თუ უსმენ ბავშვს და ესაუბრები და ყველა თემაზე განიხილავ, რატომ მოხდა აი თუნდაც ტყუილის თემაზე, რომ გავაგზავნოთ ეს ტყუილის თემა. თქვათ მოხდა და მოიტყუა ბავშვმა, ხო? ეს თავარი ეს ფაქტი არ არის. თავარი არის რომ გამოვიკვლიოთ რამ გამოიწვია ეს ტყუილი. რა იყო мотиваცია ამ ტყუილის და გულახდილად დაველაპარაკოთ ბავშვს ყოველგვარი ჩხუბის და ყვირილის გარეშე. მშვიდად, ყველა თემაზე შეიძლება მშვიდად საუბარი. მესმის რომ ეს მშობლისთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ეს არის მშობლად ყოფნის ხელოვნება, რომ ჩვენ ეს შევძლოთ. რომ მშვიდად ნებისმიერ თემაზე დაველაპარაკოთ და გავიგოთ ის мотиваცია, რის გამოც მოიტყუა ბავშვმა. და ყოველთვის მივაკვლევთ იმ мотиваციას, ყოველთვის რა მიიყვანა აქამდე და ყოველთვის შეიძლება მე იმის შეცვლა. აი ყოველთვის შეიძლება არის ესეთი მაგალითი ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტი ყვება რომ ბავშვი არ იყო აღიარებული ოჯახში არ ეცალა არც დედას არც მამას ორივე მუშაობდა და ძალიან აკლდა მშობლების სითბო ყურადღება ბიჭი იყო და ეს ყველაფერი მიდის მე აგრესიაში ხო როგორც თავიდან ის ანდაზა რო თქვი ხო და აღმოჩნდა რომ ეს ბიჭი აწვალებდა მე იქ გადიოდა სადღაც მინდორში და მატლებს იმას სულ რაღაცა ჭრიდა შიც დაიჭერდა და ღერა აცლიდა იმას ბუმბულებს და რაღაცა სტიკად კლავდა და ვიღაცამ დაინახა ეს და მე გამშხავნდა ეს ამბავი და უნდათ რაღაცა ფსიქიატრთან წაყვანა მაგრამ აღმოჩნდა ამ ფსიქოთერაპევტთან რომელიც ყვება ამ ამბავს და როცა დაელაპარაკა გულწრფელად გაიხსნა ეს ბავშვი აღმოჩნდა რომ ძალიან აკლდა დედაც და მამაც და მე მშობლებთან გასაუბრების შედეგად დათანხმდნენ ეს მშობლები ბოდიში მოუხადეს ბავშვს ორივემ და უთხრეს რომ ეს აღარ განმეორდება კი ვარ ჩვენ დაკავებული კი გვაქვს ეს ვალები და იმიტომ მუშაობთ ამდენ სამსახურში რომ ეს გადავიხადოთ მაგრამ შენ ხარ პირველი და მერეა ყველაფერი და დღეიდან ყოველ კვირას ერთად გავატარებთ წავალთ იქ წავალთ აქ დაგეგმეს ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვალა ეს ბავშვი რა თქმა უნდა აღარც აზრად აღარ მოსვლია მე ესეთი რაღაც სისასტიკეების კეთება მე ამ ბავშვსაც დაელაპარაკა ეს ფსიქოთერაპევტი და იგივე უთხრა ამ ბავშვს რომ შენც აი მშობლებმა შენ მოგიხადეს ბოდიში და შენ ვის უნდა მოუხადო ბოდიში და ბავშვმა თვითონ თქვა რომ მე წავალ იმ მინდორში და იმ ცხოველებს თუ ფრინველებს თუ ჭიებს ყველას ბოდიშს მოუხდი რომ ესეთი ზიანი მივაყენე და მე რაღაცნაირად რომ გამოვისყიდო ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ჩიტების სახლს გავაკეთებ და დავკიდებ ჩემ ეზოში, ჩემს უბანში ხეებზე რომ იქ ჩიტებმა შევიდნენ რაღაცა აკენკონსა და გადაუყრისან კექს და თბილად იყვნენ და მართლაც გააკეთეს ეს ყველაფერი, მართლაც გაკეთდა ეს ჩიტების ეს პეტერეს სახლები დაკიდეს იქ ხეებზე და
აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი. ანუ ის დეფიციტი, რაც ბავშვს ჰქონდა, სიყვარულის, ყურადღების დეფიციტი, გაგების, მოსმენის, ეს რო ამოივსო, აბსოლუტურად შეიცვალა ეს ყველაფერი.